და ყაზბეგის გზაზე ხდება საკმაოდ საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ჩემო მეგობრებო, 1699 წელს აგებული. არქიტექტურა ძალიან საინტერესო, გასაოცარი, მხატვრობა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის მემკვიდრეობა, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. დავათვალიერებთ აქაურობას, გადავიღებთ და შემდეგ უკვე დავიძრობით ყაზბეგისაკენ. საინტერესო მხატვრობებს ვხვდებით ანანურის ეკლესიაში. აქვე შეგვიძლია ვნახოთ, ნახე საკმაოდ საინტერესოა ესეც, რომ რუსული წარწერა, ეს არა ლაშქარად მეფის რუსეთის დროინდელია. 19 საუკუნის საფლავებია აქ. აქ განისვენებენ აქ მოღვაწე სასულიერო პირები. შეგვიძლია აი ეს კედლის მხატვრობაც ვნახოთ. დაზიანებულია ჟამთასვლისგან, მტრებისგან, შეთეთრებულია კარგად ვიცით ვისგან. ზოგი. და სხვათა შორის აქვე ანანურის ეკლესია შეგვიძლია გავიდეთ და ვნახოთ გადახურებს წყალსაცავს, ჟინვალის წყალსაცავს, რომელიც მე-20 საუკუნეშია გაკეთებული ეს წყალსაცავი. ამ ხეობა იყო, რამდენიმე სოფელი იყო განლაგებული, წამოდი გავიდეთ და თან შევხედოთ. გადავხედავთ აქ. რამდენიმე სოფელი იყო აქ განლაგებული და საკმაოდ მიმზიდველი ადგილი იყო იმისთვის, რომ გაკეთებული იყო წყალსაცავი. და გაკეთდა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი დაჯდა იმის ფასად, რომ აიყარა მთლიანად ამ ხეობაში მობინადრე ხალხი ამ სოფლებიდან და გადაასახლეს სხვაგან. მთელი სახლები, სხვათა შორის ეკლესიებიც დაიტბორა და როდესაც ჟინვალის წყალსაცავის წყლის დონე იკლებს და დაბლა იწევს, ძალიან ხშირად ჩანს ეკლესია, რომელიც მე-20 საუკუნეში დაიტბორა ამ წყალსაცავის გაკეთების დროს.